დღეს არის შაბათი. 15 თებერვალი საეკლესიო კალენდრი დღეს არის 2 თებერვალი და დღესასწაულობთ მირქმას. უდიდესი 12-თაგანი, ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო დღესასწაული, 12 დიდი დღესასწაულიდან ერთ-ერთი დღეს არის მირქმა იესო ქრისტე მიიყვანეს ტაძარში ყრმა იესო, იმიტომ რომ დღეს არის მე-40 დღე ქრისტეს შობიდან. და ჩვენ ამ თემაზე გვისაუბრია, ეს არის საუბარი 52 და ჩვენ გვაქვს ახალი ხატი, რომელიც ამ დღისთვის სპეციალურად შეიქმნა. ეხლავე მოგაჩვენებთ ამ ხატს. ეს არის ხატი, მირქმის ხატი, რომელშიც არის შუაში ჩაბრძანებული ძალიან დიდი ფრაგმენტები სიმეონ მიმრქმელის. აი ხედავთ იმედია, ხო, შუაში, ხატის შუაში. და შეგვიწიოს წმინდა ხვალ არის წმინდა სიმეონ მიმრქმელის ხსენება ცალკე და ეს ხატი ორივე დღის არის, ორივე დღესასწაულის და ჩვენ გვისაუბრია მის შესახებ. ამიტომ დღეს ჩვენ მასზე არ შევჩერდებით და ჩვენ დღეს ვისაუბრებთ შემდეგ წმინდანებზე, ვის ხსენებაც ასევე არის დღეს. ეს არის წმინდა ლავრენტი, კენტერბერის მთავარეპისკოპოსი და სანამ უშუალოდ ლავრენტიზე დავიწყებ საუბარს, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ თემაზეც გვისაუბრია კენტერბერის კათედრის შექმნაზე და ჩამოყალიბებაზე. ეს არის 162 საუბარი წმინდა მელიტუსის შესახებ, მელიტუსი კენტერბერის მესამე მთავარეპისკოპოსი, რომელიც იყო ლავრენტის ასევე თანამოსაგრე და ლავრენტის შემდეგ ლავრენტი იყო მეორე მთავარეპისკოპოსი კენტერბერის. ჩვენ ასევე გვისაუბრია მოგვიანებით უკვე ეს არის ლავრენტი 619 წელს გარდაიცვალა, მელიტუსი კი გარდაიცვალა 624 წელს, 5 წლის შემდეგ და ცოტათი მოგვიანებით კიდევ იყო კენტერბერის მთავარეპისკოპოსი წმინდა თეოდორე ტარსელი ესე უწოდებენ, რომელიც 690 წელს გარდაიცვალა და ესე იგი ჩვენ მის შესახებაც გვისაუბრია, ეს არის საუბარი 127 და ბოლოს მინდა გითხრა, რომ ჩვენ გვისაუბრია წინა შაბათს, ეს იყო საუბარი 331, ეს იყო საუბარი წმინდა ვიტალიანუსის შესახებ, რომის პაპის, რომელმაც ფაქტიურად აი ამათი დაწყებული საქმე მიიყვანა ბოლომდე და აი რას ნიშნავდა ეს იყო საბოლოო ჩეთახთა ანგლიკანური ეკლესია და რომის წმინდა კათედრა იმაზე, რომ ისინი აღდგომას ერთად აღნიშნავდნენ და აი ამ შეთანხმებას დაჭირდა აი თითქმის 100 არა, მაგრამ აი 50 წელიწადზე მეტი, თითქმის 100 წელი ალბათ, იმიტომ რომ დიდი ხანი იყო დაწყებული ეს საუბრები და აი ზუსტად ამ თემაზე გვექნება ჩვენ დღეს საუბარი. 597 წელია, 597 წელი, როდესაც რომის პაპი წმინდა გრიგოლ, ჩვენ ესე ვიცნობთ, გრიგოლ დიალოგოსი, დიალოგების ავტორი, წმინდა საერთოდ კი ესე უწოდებენ დასავლეთში განსაკუთრებით გრიგოლ პირველი, გრიგოლ დიდი რომის პაპი, რომელმაც 597 წელს გააგზავნა მისია. ანუ ესე იგი მთელი ჯგუფი, 40 კაცისგან შემდგარი ჯგუფი, წმინდა ავგუსტინეს ხელმძღვანელობით, წმინდა ავგუსტინე, ოღონდ ეს არ არის ნეტარი ავგუსტინე, ეს არის ავგუსტინე, სწორედ კენტერბერის პირველი მთავარეპისკოპოსი, წმინდა ავგუსტინე გააგზავნა და მასთან გააყოლა აი ეს 40 ადამიანი და აი ამ ჯგუფში იყო სწორედ მომავალი მეორე მთავარეპისკოპოსი კენტერბერის,
ავგუსტინე კი გახდა კენტერბერიის პირველი მთავარეპისკოპოსი უკვე მოგვიანებით ოღონდ. და ეს ლავრენტი იყო მასთან სწორედ მაგთან იყო ჯგუფში. ნუ ეს იყო ფაქტურად დაკავშირებული იმასთან, რომ რომის იმპერიამ საბოლოოდ დაიპყრო, ესე იგი დიდი ბრიტანეთი დაიპყრო, იქ უკვე ნახადაგები იყო, რა თქმა უნდა, ქრისტიანობა იოსებ არიმათიელთან არის ეს დაკავშირებული მის სახელთან, იქ ქრისტიანობის ქადაგება დიდი ბრიტანეთში და მაგრამ ესე მთლიანი საეკლესიო სტრუქტურა იყო, ეპისკოპოსებიც იყვნენ უკვე ამ დროისათვის იქა, მაგრამ ესე რომ კათედრა, კენტერბერიის კათედრა სწორედ ესე ჩამოყალიბდა. პირველი ნაბიჯები ამ მისიონერული ნაბიჯები იყო ძალიან წარმატებული. თავიდან მიიღეს კარგად და შემდეგ რამდენიმე წლის შემდეგ ლავრენტი გამოაგზავნა სწორედ ავგუსტინემ გამოაგზავნა ლავრენტი რომის პაპთან, რომ ანგარიში წარედგინა მისიის, იმიტომ რომ ეხლა გასაგებია ალბათ, ხო, მისიის გაგზავნა ნიშნავს მთლიანად დაფინანსებას აი ამ ხელა ჯგუფის გადაადგილების და ეს და ცხადია, რომ ეს ანგარიშიც უნდა წარედგინათ ისედაც, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს ფინანსურიც პირველ რიგში. და მოკლედ ესენი დაბრუნდნენ, ლავრენტი დაბრუნდა, მოუყვა ყველაფერი და აი ამის შემდეგ ლავრენტისთან ერთად ეხლა უკვე ზუსტად ვერ გეტყვით რომის პაპი ვინ იყო, შემდეგი რომის პაპი გრიგოლის შემდეგ, რომელმაც გააგზავნა მეორე მისია, რომლის ხელმძღვანელად დანიშნა აი მელეტუსი სწორედ. და ესე იგი და მოკლედ ამის შესახებ გვექნება საუბარი, ოღონდ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს პირველ წყარო. აბსოლუტურად კიმენური ტექსტი გვაქვს, თლად კიმენური არ გამოდის, იმიტომ რომ ცოტა გვიან არის ეს დაწერილი, მაგრამ მაინც კიმენური, იმიტომ რომ იქაური ესე რომ ვთქვათ, ავტორია ბრიტანელი, რომელიც არის ერთ-ერთი ასევე ყველაზე ცნობილი ისტორიკოსი, წმინდა მამა, სახელმწიფოს განმარტებელი, მოკლედ ერთ-ერთი მასწავლებელი ეკლესიის, ეს არის ღირსი ბედა, რომელსაც ინგლისურად ესე ქვია venerable. ოღონდ არ ვიცი კარგად ზუსტად როგორ თარგმნოთ, ვერ თარგმნით, ესე იგი ღირსი ბედა. ესე ჯობია ალბათ, იმიტომ რომ აი რუსულად არის მაგალითად დასტაპაჩწენე, როგორ მებმებაინა რა. დასტაპაჩწენე არის რუსულად და ქართულად, აი სხვა ვერაფერი მე ვერ მოვიფიქრე სხვა სიტყვა ყოველ შემთხვევაში, ღირსი ბედა. ხო და ეს ღირსი ბედა მას აქვს საეკლესიო ისტორია ანგლების ხალხებისათვის, ანგლებისათვის. აი ესე ქვია. და ძალიან საინტერესო წიგნია, რა თქმა უნდა, ჩვენ მეორე წიგნი მეორე ტომზე გვაქვს ლაპარაკი და იქ აქვს ესე იგი საუბარი სწორედ აი ამ მისიის შესახებ. და მე ფაქტიურად, რა თქმა უნდა, ცოტათი შევამოკლებ და ცოტათი გადავაკეთებ, იმიტომ რომ რაღაცნაირი როგორ გითხრათ, აი თხრობის მანერა, ეს თარგმანი ქართული თარგმანი არ აქვს, რა თქმა უნდა, ცოტათი განსხვავებული, ამიტომ მე ცოტათი ჩვენებურად ესე რომ ვთქვათ, მოგიყვებით ამ ყველაფერს. და დავიწყებ პირდაპირ ლავრენტით, რომელიც იყო, როგორც მოგახსენეთ, მეორე მთავარეპისკოპოსი კენტერბერიის და აი ესეთი საინტერესო თან ეს ხო გითხარით, ეკლესიის მასწავლებელია, მოძღვარია და თან აი როგორ იწყებს ნახეთ საუბარს ლავრენტიზე, რომ ლავრენტი ავგუსტინემ პირველმა მთავარეპისკოპოსმა ჯერ კიდევ ძალიან საინტერესო თემას ვეხებით ახლა ამ წუთას. ესე იგი, ჯერ კიდევ სიცოცხლეში აკურთხა თავის მემკვიდრედ. რაც სხვათა შორის იწვევს კამათსაც იწვევს დღესაც, იმიტომ რომ ჩვენ დღესაც გვაქვს ეს პრაქტიკაში, როდესაც
ჩვენმა პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თანამოსაყდრად გამოაცხადა მეუფე შიო. და რა ვიცი ხა თეოლოგები ეგრეთ წოდებული ხალხი, რა ვიცი, მოკლედ არაკეთილმოსურნე ადამიანები, ესე იგი ამბობენ, რომ ეს არ არის კანონიკური საქციელი, არ შეიძლება ამის გაკეთება და არ არის სწორი, შეიძლება. ოღონდ ეს არ არის მარტო მაგალითი ავგუსტინე კენტერბერიის პირველი მთავარეპისკოპოსის, არამედ აი ღირსი ბედა მაგალითად ესე ამბობს, რომ ესე გააკეთა, რატო გააკეთა ჯერ ერთი ესე, რომ ეს ეკლესიაო ახლა დაარსებული კათედრა კენტერბერიის, არ ვიცი ხა იქ სხვა სიტყვებით არის და ჩვენ კიდე გვაქვს ქართულად ესეთი სიტყვა თოთო. აი თოთო ბავშვი, ანუ ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და ერთი წუთიც რო არ ყოფილიყო ეს კათედრა უყურადღებო, ამიტომ მან თავის მემკვიდრედ გამოაცხადა ლავრენტი და აკურთხა და ეს არ იყო უკანონო მოქმედებაო თქვა, იმიტომ რომ ზუსტად ასეთი საქციელი ჩაედინა პეტრე მოციქულმა, რომის პირველმა პაპმა, რომელმაც თავის მემკვიდრედ გამოაცხადა აკურთხა წმინდა კლემენტი რომის პაპი, რომელიც პეტრეს მერე პირდაპირ კი არ იყო, პეტრეს მერე ორი პაპი იყო რომის და მეოთხე პაპი იყო კლემენტი, რომის მეოთხე პაპი იყო, ოღონდ აკურთხა პეტრემ და გამოაცხადა თავის მემკვიდრედ და თანამოსაყდრად და ესე იგი სიცოცხლეშივე უკვე ასაკშიც იყო პეტრე ამ დროს და ეხმარებოდა მას აი ყველაფერში აბსოლუტურად, ასე რომ შეგვიძლია ყველანი მშვიდად ვიყოთ, ესე იგი მეუფე შიოს უსურვოთ, რომ ეს მძიმე ჯვარი, რომელსაც ატარებს, რომ ესე იგი მშვიდობიანად ატაროს. გავაგრძელოთ ახლა ჩვენი საუბარი და ესე იგი როდესაც ლავროსი გახდა მთავარეპისკოპოსი, ეს არის 604 წელი, 604-დან 619 წლამდე იგი იყო კენტერბერიის მეორე მთავარეპისკოპოსი და ესე იგი ეს არაჩვეულებრივი ეს ავგუსტინეს წოდებენ ინგლისის მოციქულს. მე ხშირად ვიყენებ ამ სიტყვებს, თუმცა მართლაც უწოდებენ. იმიტომ რომ ფაქტიურად ეს კათედრის ჩამოყალიბება სწორედ ამ ავგუსტინესთან არის, ავგუსტინე კენტერბერიელთან დაკავშირებული და რაღაცა ბრწყინვალე მისია ჰქონდა, როგორც მოგახსენეთ, ლავრენტიმ ამის შესახებ მოხსენება გაუკეთა რომის პაპს და მან ესე იგი ეს იყო ღირსეული გამგრძელებელი აბსოლუტურად, როგორც გითხარით, თვითონ ავგუსტინეს მიერ არჩეული და მოკლედ დაიწყო გააგრძელა ეკლესიის აღშენებლობა ამ წმინდა ავგუსტინეს დაწყებული საქმე. იგი ესე იგი ამ მრევლსაც და სამწყსოსაც მართავდა და ასევე თვითონ ამ ინგლისში იყო ეს კენტერბერიის, ეს ნიშნავს კენტის სამეფო პირველის ყოვლისა, მაშინ სამეფოებად არის ინგლისი დაყოფილი და ასევე იგი ზრუნავდა თვითონ ლავრენტი ინგლისის, ბრიტანეთის ჩრდილოეთი ხალხებისთვის და ესე იგი განსაკუთრებით მისიონერული მოღვაწეობა აღსანიშნავია იბერნია ესე ქვია. იბერნია ეს არის ირლანდიის კუნძული. ოღონდ დიდი ნაწილი ამ კუნძულის ჩაიძირა შემდეგ. და ეს ძალიან წაგრძელებული იყო ესპანეთისაკენ, ახლა რუკაზეც თუ დახედავთ, მიხვდებით, რასაც ვამბობთ, ესე იგი დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთით არის ეს კუნძული ირლანდიის და აი ეს ამ კუნძულზე განსაკუთრებით აღასრულებდა ამ თავის მისიას. და სკოტები და ბრიტები იყვნენ ეს ხალხები, ვისაც ეს უქადაგებდა და კი იყვნენ ესენი ქრისტიანები, მაგრამ გაქრისტიანებულები უკვე ამ დროისათვის, მაგრამ მათი წესჩვეულებები განსხვავდებოდა ძალიან და როგორც ჩანს, მთავარი სერიოზული განსხვავება იყო აღდგომის
თავისებურად ითვლიდნენ ამ პასხალიას და აღდგომას თავისებურად აღნიშნავდნენ და ეს იყო როგორც ჩანს მთავარი პრობლემა ну როგორ გითხრათ აი ამაში თუ შეთანხმდებოდნენ როგორც ჩანს მე ყველაფერი უფრო ადვილი შესაძლებელი იქნებოდა და მოკლედ ეს იყო შებრკოლების ლოდი. ახლა როგორი ნახეთ რომ ესეთი რამ არის ცნობილი რომ აი ამ ხარედან ჩამოვიდა ერთხელ ეპისკოპოსი ესე იგი ესე წერს ეს ბედა რომ ჩვენ სანამო გაირკვეოდაო ესე იგი ესე იგი რომ ეს ბრიტები და სკოტები ნუ ესე იგი თავიდან მოკლედ კეთილგანწყობა იყო რა და მე აღმოჩნდა რომ ეს ბრიტები რაღაცა მძიმე ხალხია ძალიან სანამ სკოტებს გავიცნობდითო ეს ბედა წერს ამას ოღონდ სკოტები რო გავიცანეთ მე ვეღარ ვამბობდით რომელი უფრო მძიმე ხალხია სკოტები თუ ბრიტები მოკლედ და მოკლედ აი ამ სკოტების გასაცნობად მან გააგზავნა მისია და იქიდან ჩამოვიდა ეპისკოპოსი დაგანი რომელმაც ესე იგი და კიდევ მასთან ერთად იყო იღუმენი კოლუმბანი აბატი გალიიდან და ესე იგი რა გააკეთა იცით ლავრენტის უარი უთხრა ერთად ტრაპეზის გაყოფაზე ანუ ერთად რო ეტრაპეზათ რა ესე იგი მაგიდასთან არ დაჭდა მასთან ერთად მაგრამ მარტო მაგიდასთან კი არა ახლა ხო ჩამოვიდა რა სტუმარიან და ნუ რაღაცა ხო უნდა ისადილოს იმ შენობაში სადაც კენტერბერის მთავარეპისკოპოსი ისადილეს მე არ ვისადილებო თქვა აი ესეთი უცნაური და რაღაცა ახლა სხვა შორის მეც მქონია ეგეთი შემთხვევა ერთ-ერთი ნუ სექტა რა თქმა უნდა ნუ აღარ დავაზუსტებ მაგრამ რაღაცა საერთო შეხვედრა იყო ეს 90-იანი წლები ახალი ნაკურთხი ეპისკოპოსი ვარ და 96 თუ 17 წელია და 16 ხო და მოკლედ რაღაც შეხვედრა იყო სხვადასხვა დენომინაციებთან რა და ეს ერთ-ერთი დენომინაცია საქართველოში რომელიც ჩვენ გვეუბნება რომ ჩვენ ერტიკოსები ვართ ხო და თვითონ ქრისტიანები და რომ მოვიდა ეს წარმომადგენელი ეპისკოპოსი ეგრეთ წოდებული მაშინდელი ხა აღარ არის ცოცხალი მოკლედ სუფრა ამ შეხვედრის მერე სუფრა იყო და დაწყებული იყო ეს სადილი და მე თქვენთან არ ამაქვს დაждობის უფლებაო და დაждდა და რა ქნათით მაგიდა გამოწია რომ მაგიდას არ ედებოდეს და ესე შეიძლებაო თქვა აი ესეთი უცნაურობები არსებობს ქრისტეს მიერ საყვარელო ძვანო და დანო არსებობს ეგეთი უცნაურობები დღესაც ხო და მოკლედ ეს დაგანი იყო ესეთი რომელიც მე ნუ კებამ განკვეთა და რაღაცნაირად სხვა იყო კიდე და მოკლედ ესე იგი ასევე მან მიწერა ბრიტებს მიწერა წერილი და აი შედეგი არ ქონდა ამას ასევე როგორც მოგახსენეთ როდესაც ლავრენტი ჩამოვიდა მელეტი იყო აი ამ მეორე მისიის ხელმძღვანელი და ეს მელეტი გახდა ლონდონია ესე ერქვა ლონდონია დღევანდელ ლონდონს და ლონდონის ლონდონის ეპისკოპოსი იყო უბრალოდ და უკვე ესე იგი ის ჩავიდა შემდეგი მოხსენებით უკვე რომის პაპი ამ დროს არის ბონიფაციუს მეოთხე 608-615 წლებში ეს არის გრიგოლ რომის პაპის შემდეგ მეოთხე რომის პაპი ეს ბონიფაციუსი და მოუყვა მოკლედ ანგლიკანური ეკლესიის საჭიროებების შესახებ და მან მოიწვია კრება იტალიაში ეპისკოპოსების კრება მოიწვია სადაც ნუ ბევრი საკითხი იყო განხილული მათ შორის ბერმონაზნობის ცხოვრების წესების შესახებ და მელეტიუსი ესწრებოდა ამ კრებას ხელი მოაწერა ამას და ეს ჩამოიტანა ეს კრების დადგენილება რომ გაეცნო
ეს ყოფიერი თითქოს ყოფითია, მაგრამ არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ერთი წესით ეცხოვრათ რა მოკლედ ამათ და გააცნო ეს ბრიტებს, ანგლებსა და ბრიტებს. და ასევე ბონიფაციუსმა ლავრენტის ცალკე გამოუგზავნა წერილი და ასევე გამოუგზავნა წერილი ედილბერტს. ედილბერტი ეს იყო კენტის მეფე ედილბერტი და ასევე ანგლებს ცალკე წერილი მოწერა და კიდევ ბრუნჰილდა ეს ქალბატონები ბრუნჰილდა და ფრედეგუნდა ხო გაზდებს წითელ ხაზად ფრანკების ისტორიას და ფრანკების დედოფალს მიწერა წერილი რომ დახმარებოდა ეს ახლოს არის იქა და რომ დახმარებოდა ახლად შექმნილ კათედრას. ექვსას 616 წელს როდესაც უკვე 21 წელი იყო გასული წმინდა ავგუსტინეს მისიის ჩამოყალიბების გარდაიცვალა ეს ედილბერტი მეფე. ეს მეფე მაინც კეთილგანწყობილი მეფე იყო და რაღაცნაირად ხელს უწყობდა მაინც ამ კათედრას. და 56 წელი იყო მეფე, 56 წელი და ეს ედილბერტი გარდაიცვალა და 21 წელი აქედან როგორც კი ჩამოვიდა ავგუსტინე ეს მეფე მოინათლა ედილბერტი და აი ამ შემდეგ სულ უწყობდა ხელს, ამიტომ იყო თავიდან რომ ძალიან წარმატებული იყო ეს მისია თითქოს მერე გაჩნდა ეს გამოირკვა ეს პრობლემები და წმინდა მარტინის კაპელაში, ანუ გეკვდერში დაასაფლავეს წმინდა პეტრეს და პავლეს ტაძარში, რომელიც აშენდა მის დროს აი ამ კენტერბერიის ესე იგი რეზიდენციაში. თავარი ტაძარი იქ იყო, პეტრეს ახლა ჩვენ ძალიან ახლოს მივდივართ უკვე ისეთი ამბავი უნდა მოგიყვეთ, რომელიც აი ხო ყოველ იმას ვამბობ, არ ვიცი რამდენი რა დრო უნდა გავიდეს და რამდენი უნდა ვისაუბრო, რომ აი ვეღარ გავიმეორო ეს ფრაზა. ესე იგი, ისეთი რამე უნდა მოგიყვეთ, რაც არ მომიყოლია არასოდეს და არც გამიგია მე თვითონ რაღაცა საოცარ ამბავს უახლოვდებით, აი ამ პეტრესა და პავლეს ტაძართან არის დაკავშირებული. მოკლედ, იქ იყო დასაფლავებული მისი მეუღლე ბერტა, რომელიც ასევე წმინდანად არის შერაცხული, ედილბერტის წმინდანად არის შერაცხული და მოკლედ და მოასწრო ესე იგი და შექმნა ედილბერტმა ესე იგი კანონთა კოდექსი, რომელიც უკვე მერე მოკლედ ძალაში დარჩა. ეხლა არ ვიცი ამ წუთას, მაგრამ დიდხანს ესე იგი მოქმედებდა ეს კოდექსი, რომელიც რომაული სამართლის პრინციპებზე იყო შექმნილი და ინგლისურ ენაზე. და მოკლედ ესე იგი ბედაწერს რომ ბედას დროს უკვე ჯერ დღესაც სრულდება ეს. აი ხა ამ ედილბერტის შემდეგ მისი შვილი გახდა ედბალდი. ედბალდი 616 წელს გახდა მეფე, 640 წლამდე იყო აი ამ კენტის მეფე. და იმასთან არის ახლა დაკავშირებული ეს ამბები, რაც უნდა მოგიყვეთ. მოკლედ ახლა ჩვენ ბედას ნაწარმოებს ვკითხულობთ. მოკლედ ესე იგი ეს იყო წარმართი. ეს იყო წარმართი და მან არ მიიღო ქრისტიანობა, მამის სიცოცხლეში ჯერ კიდე არ მიიღო ქრისტიანობა და ესე იგი რა გააკეთა, იცით, აი ამ თავისი უცნაური ამბავი უნდა გითხრათ. ესეთი ტრადიცია იყო გერმანულ ხალხებში, რომ თუ მამა გარდაიცვლებოდა, შვილი ვალდებული იყო, რომ იმისი ცოლი, ეხლა ცოლებიც ბევრი ყავდათ, როგორც ჩანს. ხო და რომ იმისი ცოლი, რომელიც იყო ბოლო ცოლი მოქმედი, მოკლედ იმისი ცოლი მოიყვანა ცოლად.
და ამან ეს გააკეთა, ესე იგი, მამის ცოლი და ეს ბედა საშინლად განიკითხავს ამის გამო და ამბობს, რომ რაღაც საშინლად ხა მაინც ახლა ამორალური საქციელია ხა დამეთანხმებით ალბათ, ხო? ხო და ანუ მოკლედ ეს მოიყვანა ეს ქალი ცოლად და ესე ცხოვრობდა და აი იმის გამო რომ წარმართულამებს, ნუ ოშხოში ხა ბედას შეფასებებს გეუბნებით მე, იმის გამო რომ ესე ცხოვრობდა და თან ესე უწესოდ ცხოვრობდა რა მოკლედ. ამის გამო ესე იგი შეპყრობილი სიტყვა რასაც ნიშნავს ქართულად. მოკლედ ეშმაკი დაეპატრონა და ნუ ესე იგი ნუ ძალიან ცუდად იყო. მოგვიანებით მოინათლა ესე ხა და აი ზუსტად ამ თემა ეს უნდა მოგიყვეთ ხა როგორ მოხდა მისი ნათლობა და მოინათლა და გაუშვა ეს დედა აწვალა ეს დედინაცვალი და ნუ გაუშვა ეს მერე და შეიტო მერე უკვე ფრანკების პრინცესა ბერტა უკაცრავად ემა შეირთო ცოლად და მოკლედ ესე იგი ნუ იქ დამშვიდა კეტის სამეფოში. ამასობაში აღმოსავლეთ საქსების მეფე, ასევე დიდი ბრიტანეთი, საბერტი. აი საბერტი გარდაიცვალა, ესეც ქრისტიანი კაცი იყო და ამას დარჩა 3 შვილი. ეს სამივე ასევე წარმართი. სამივე წარმართი და რომლებიც მამის მეფობაში ამ წარმართობას საიდუმლოდ ინახავდნენ და როდესაც ესენი ფაქტიურად გაიყვეს სამეფო სამნაწილად და დაიწყეს მეფობა და დაიწყეს პირდაპირ კერპების მსახურება ღიად და აიძულებდნენ თავიანთ ქვეშევრდომებსაც რომ ესე გაეკეთებიათ. და ესეთი რაღაცა მოხდა აქ. აი ესე იგი მოახლოვდებით ახლა ჩვენი ამბებს რაც უნდა მოგიყვეთ საოცარ დასკვნას რა. მოკლედ ესენი შემთხვევით დაესრენ ეპისკოპოსი როგორ ატარებს წირვაზე შევიდნენ რა სადღაც თავის სამეფოში და ხედავენ რომ ეპისკოპოსი წირავს და ნუ დადგაიხა დამთავრდა წირვა და უნდა აზიაროს. ხო და ნუ ხა ეს წირვა ნუ შესაწირავი პური განსხვავებულია განსაკუთრებულია ხო ხა ჩვენთანაც სპეციალ ეპისკოპოსი ცხება და რაღაც. მოკლედ აი იქაური ეპისკოპოსი ხა როგორ გამოიყურებოდა სხვა საქმე, მაგრამ ეს ეპისკოპოსი რომ დაინახეს ძალიან მოეწონათ ეს ეპისკოპოსი თეთრი პური იყო რა. ხო და მივიდნენ ამ ეპისკოპოსთან ეს უტიფრები და ჩვენს გვაჭამეო ეს პურიო რა. ამან ხა ეპისკოპოსი მოუთხრა რომ ცით რაო ესო არისო ცხონებისთვის არისო ასო ესე იგი ეს მარადიული სიცოცხლისთვის ამისათვის რომ თქვენ ეს პური მიიღოთ უნდა მოინათლოთ მონათლულები იყვნენ სხვათა შორის ესენი მაგრამ აი ესე ჩუმად წარმართულად ცხოვრობდნენ. ხო და ნუ მოკლედ უნდა ქრისტიანად იცხოვროთ აღსარება თქვათ რაღაც მოემზადოთ ნუ როგორც არის წესდარიგი რა. ამათ მოუთხრეს იცი რა ჩვენ მარადიული ცხოვრება არ გვინდა უბრალოდ ეს პური მოგწოსო და გვაჭამეო რა. და არაფრით არ მიცა ამ ეპისკოპოსმა როგორ მიცემდა ახლა ხო როგორ მიცემდა საზიარებელ შეწირულს უკვე რა არ მისცა და ესეთი რაღაცა უთხრეს ამათმა რომ მაშინო აი კარითო გუდანაბადიო და აქედან წადითო რა მოკლედ აქ აღარ დაგინახოთო საერთოდ თქვენ მარტო ეპისკოპოსი კი არა ყველა მთელი ეკლესია. მოკლედ აი ესეთი ფაქტიურად გამოაძევეს, ესე იგი აქ ახლა ძირითადად ლაპარაკი არის აი ამ მხარეში 3 ეს ლონდონის ეპისკოპოსი მელეტიუსი გითხარით და კიდევ იუსტუსი არის აი აქ მოკლედ აი ამ მხარეში 3 ეპისკოპოსია ლავრენტი, მელეტიუსი და იუსტუსი. და ჩამოვიდნენ ეს მელეტიუსი და იუსტუსი ლავრენტისთან. ლავრენტი მაინც რა თქმა უნდა კენტერბერიის მთავარ ეპისკოპოსი, ესენი ეპისკოპოსები არიან და ჩამოვიდნენ და მოკლედ მოუყვეს ეს ამბავი, რომ აი გამოუყარეს იქიდან. და ესეთი რაღაცა თქვა. ესე იგი ლავრენტიმ თქვა ესეთი რამე, რომ აი ამ უნაყოფო მსახურებასო აქო. ალბათ ჯობია რომ ჩვენ ყველანი წავიდეთო ესე იგი და ვიქადაგოთ იქ სადაც ჩვენ ქადაგებას ექნება შედეგი. ამ უნაყოფო ბარბაროსებში ქადაგებას წავიდეთო და ნუ გადაწყვიტეს რომ წასულიყვნენ გალიაში.
ნუ გალია, ესე იგი ეს დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორია. და წავიდნენ მართლაც, ოღონდ ჯერ წავიდნენ მელეტიუსი და იუსტუსი, რომელიც პირდაპირ გამოაძევეს იქიდან. და ესე იგი, როგორც კი ესენი წავიდნენ, ესე იგი ეს სამი დაისაჯა. ესე იგი, დასავლეთ საქსებზე ჰქონდათ, ესე იგი, ლაშქრობა გაილაშქრეს და სამივე დაიღუპა და მთელი ლაშქარი დაეღუპა თამათ. ასე რომ ეს პირდაპირ ცხადი იყო, რომ ეს არის ღმერთის სასჯელი. და მიუხედავად ამისა, ეს ხალხი მაინც არ დაუბრუნდა ქრისტეს მათ მიერ. მოკლედ ესე ცდუნებული ხალხი. და ეხა გადავდივართ აი მთავარ ამბავზე, რაც ლავრენტის შესახებ უნდა მოგიყვეთ. ფაქტობრივად რითიც არის, ნუ გარდა იმისა, რაც მოგიყვებით, ნუ აი რაღაცა ესეთი ძალიან მკაფიო რაღაცა არის ამბავი მოხდა რა. მოკლედ ლავრენტი ემზადება, ესე იგი, ხა წასასვლელად უკვე უნდა გაემგზავროს ეს ლავრენტიც. გასამგზავრებლად ემზადება და გაუბრძანა თავის მორჩილებს, რომ ბოლო ღამეა, ესე იგი დილით უნდა გაემგზავროს უკვე და ბოლო ღამეა და უბრძანა, რომ მისთვის საძინებელი გაემზადებინა ტაძარში. პეტრე და პავლე მოციქულების ტაძარში, ეს არის კენტერბერიის მთავარი ტაძარი, საეპისკოპოსი. სადაც მისი კათედრა იყო და გაუმზადეს მართლაც და მთელი ესე საწოლიც ახლა ეს თეთრეული კი არ გაუშალეს და რაღაც. მთელი ღამე, მოსასვენებელი ადგილი დაუდგეს რა. მთელი ღამე ლოცვაში გაატარა. მთელი ღამე ტირილით, ლოცვით, რომ ესე იგი, წარმოიდგინეთ ახლა რა, ვიზია ლაპარაკი კენტერბერიის მთავარ ეპისკოპოსი, ახლა პატრიარქი არ ყოლია იმ მხარეს მერეც. ანუ ავტოკეფალური არ იყო ეს ეკლესია, მაგრამ აი მთავარი პირველი პირი ეკლესიის რა, ამათ მთავარი. და ესე იგი ტოვებს კათედრას და მიდის. რაღაცა ესეთი მძიმე ამბავია რა ძალიან. მოკლედ იძინებს, რომ ბოლოს დაიღალა და მიწვა დასაძინებლად. ესე იგი გამოეცხადა პეტრე მოციქული. გამოეცხადა და რას ეუბნება იცით? მათრახი იჭირავს ხელში. და დიდხანს სცემა მათრახით. დიდხანს სცემა. და ესეთი რაღაცა უთხრა, რომ ვის რომ ტოვებო ამ სამწყსოსო, რომელ წყემს გინდაო რომ გადააბარო, ვინ არის აქ მწყემსიო კიდევ, ამ შენ იმის მიტოვება რომ გადაწყვიტეო. თუ ეს ქრისტეს ცხრებიო, მგლებს გინდაო დაუტოვეს, სხვა შორის ეს სახარებიდან არის პეტრე მოციქული ეუბნება სწორედ, რომ მე წარგავლინებ თქვენ ვითარცა ცხოვრთა შორის მგელთაო მაცხოვრებელზე პეტრე ეუბნება კი, მაგრამ რო შეჭამუნოთ მგლებმა ცხრებიო. აი ეს ძალიან ცნობილი საუბარია და მაცხოვრე მაშინ ეუბნება, რომ ცხრებს არ უნდა ეშინოდეთ. არ უნდა ეშინოდეთ, რომ მგლები მათ შეჭამენ, იმის შემდეგ რაც შეჭამენ, იმიტომ რომ თავარი არის კი არ არის შეჭამენ თუ არა, თავარი მერე რა იქნება. აი ეს არის თავარი შინაარსი. იმისი უნდა გეშინოდეთ, ვინც თქვენს სულზე არის პასუხისმგებელი მერე სიკვდილის მერე და ესე უნდა რომ ამ ქრისტეს ცხრებსო ვის უტოვებო, მგლებს უტოვებო და შენო ეს პეტრე ეუბნება, ჩემი მაგალითი დაგავიწყდაო, რამდენი ვიტანჯეო, რამდენი მცემესო, რამდენი ისო და ბოლოს ჯვარზე გავეკარიო. ჯვარზე გავეკარიო. ეს საპყრობილე ცალკე, ეს პორკილები ცალკე და ქრისტესთანა ჯვარს ეცვიო, რომ მასთან ერთად წვანებულიყავი. და შენ რას აკეთებ? და მოკლედ დილით რო გაეხვეწა ამ ლავრენტიმ სიზმარი ნახა ესეთი რა. ესე იყო საშინლად ნაცემი. საშინლად ნაცემი იყო ყველა მთელ ტანზე. და ნუ ხა უნდა დაემშვიდობოს ამ იმას, რა ქვია.
რა ქვია გავიხსენოთ კიდევ ერთხელ დილბერტის შვილი ხაი პირდაპირ უყურებ და მოკლედ მისი შვილი რა ეს მეფესთან მივიდა მოკლედ და მივიდა დასამშვიდობებლად და ეს მეფე უყურებს გაუგენებული ამას რა დაგემართავთ და აიწია ლავრენტიმ აიწია ეს ტანსაცმელი და ზურგი აჩვენა და მოკლედ რაღაც საშინელი ნაცემია რა და ეს ახლა კი ის არის ახლა წარმართია და რაღაცა მაგრამ მეფეა და ეპისკოპოს პატრიცემს და რაღაცა და ვინ გაბედაო თქვენი ესეცემო და ამან ესე იგი უთხრა რომ ვინ გაბედაო და აი პეტრე მოციქულმა მცემო იმისათვის რომ მე მივდივარ და კათედრას ტოვებო და მეორე რა თქმა უნდა არსად არ წავალო მოკლედ ისე იმოქმედა მასზე ამან ედბალდი ახლა გამახსენდა სახელი ედბალდი ამ ედილბერტის შვილი ედბალდი ამ ედბალდზე ისე იმოქმედა მოკლედ ამან რომ ესე იგი სასწრაფოდ მოითხოვა ნათლობა და რა თქმა უნდა ეს ქალი დედინაცვალი გაუშვა და ახალი ცოლი მოიყვანა როგორც მოგახსენეთ მე მოგვიანებით და აბსოლუტური გადაწყვეტილება მიიღო რომ ყველაფერში მთავარ ეპისკოპოსს დაემორჩილოს და ფაქტიურად და ამან აუშენა რეზიდენციაში ესენიც მოიწვიეს შემდეგ ეს მელიტუსი და იუსტუსი და დააბრუნეს ოღონდ ესენი ცოტა დრო დაჭირდათ ერთი წლის მერე ჩამოვიდნენ ასევე მელიტუსი ისევ დააბრუნდა თავის ლონდონში და იუსტუსი არ მიიღეს იქ და ამიტომ რეზიდენციაში ღვთისმშობლის ტაძარი აუშენა ედბალდმა მას და მოკლედ უпростоროდ მელიტუსი არ მიიღეს ლონდონელებმა და ლონდონში ჩავიდა, მაგრამ არ მიიღეს, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, ისევ წარმართებად რჩებოდნენ ისინი და მოკლედ აუშენა რეზიდენციაში ღვთისმშობლის ტაძარი. ეს იყო მთავარი ისტორია, ლავრენტი 619 წელს გარდაიცვალა ორთებერვალს დღევანდელ დღეს და ავგუსტინესთან ერთად არის აი პირველ მთავარ ეპისკოპოსთან, შემდეგ მელიტიუსი და იუსტუსიც იქვე დაასაფლავეს, ეს არის კენტერბერიის საკათედრო ტაძრის ეზოში და ესე იგი იქ იყვნენ დასაფლავებულები 1538 წლამდე, როდესაც ეკლესიაში ეს რეფორმაცია დაიწყო და რაღაც. მე ეს ნაჩვენები მაქვს, ეხლა გაჩვენებთ რაღაც გამოსახულებებს, მაგრამ ძირითადად ეს გამოსახულებები ნაჩვენები მაქვს, ამიტომ ეხლა აღარ მიუბრუნდები. ეზოში არის ძალიან უბრალო საფლავები ამ კენტერბერიის პირველი მთავარ ეპისკოპოსების დღესაც. და კიდევ არის მასთან ესეთი გამოცემა დაკავშირებული, ეს უკვე გადმოცემაა, ეს უკვე ბედას აღარ უწერია, ესეთი გადმოცემაა, რომ აი ჩრდილოეთ ბრიტანეთში რომ მიდიოდა საქადაგებლად მისიონერობისთვის ეს ლავრენტი. ესე იგი ზღვის მოქცევა იყო იქ. ზღვის მოქცევა იყო და იმან უთხრა რომ გემის მესაკუთრემ რომ მე ვერ გადაგიყვანთო ეხლა აქ საშიშიაო ძალიან. ამან ეს იმდენად ეჩქარებოდა რომ ფეხით გაიარა ამ წყალზე ლავრენტი. ფეხით გაიარა და ესე გადავიდა და ფორდუნი არის ესეთი სოფელი ირლანდიაში, აი ამ ფორდუნში ეს არის აბერდინშირის მხარე, დღესაც არსებობს ესა და უბრალოდ ეს ირლანდია კი არა, შოტლანდია მაპატიეთ, შოტლანდიაში, თუმცა ამათ სახელები ერეოდა ძალიან ირლანდია, შოტლანდია ერქვა და რაღაც ესე, მაგრამ შოტლანდია შოტლანდიაზე ლაპარაკი და ირლანდიის მთავარ ეპისკოპოსი მოვიდა მასთან ტერნანი, წმინდა ტერნანი, აი ამ ფორდუნში, ეს ფორდუნიდან იყო ეს სამსოფლიდან და ფაქტიურად მათ მოილაპარაკეს მაშინ აი ამ
ეს დათანხმდა ამ თავის ირლანდიაში მოკლედ რომ ალბომას ერთად აღნიშნავდა მოკლედ ეს და აქ მოკლედ დღევანდელ შოტლანდიაში ამ სოფელში ფორდუნში არის დღესაც მისი სახელობის ტაძარი. ნუ მე ერთი რაც შემიძლია გაჩვენოთ ახლა ეს არის ფაქტიურად აი ეგრე არის ავგუსტინეს მე ადრეიმ წინა მელეტოსის შესახებ საუბრებში გაჩვენეთ და აი ეს არის გამოსახულება ეგრეთ წოდებული ამ ავგუსტინეს სახარებები ესე ქვია ნახეთ როგორია ილუსტრირებული სახარებებია ძალიან საინტერესო და ამას კიდე გავადიდებ თუ გაინახეთ აი ეს არის გამოსახულება და იცით ვერ არიან კარგად ჩამოყალიბებული ზოგი ამბობს რომ ეს არის ლუკა მახარებლის გამოსახულება მე ადრე რო გაჩვენეთ გითხარით რომ ლუკა მახარებლისა მაგრამ მე ნახე წავაწყდი კიდე სხვა აზრიც არის რომ ეს არის სწორედ ამ ლავრენტის მთავარეპისკოპოს ლავრენტის გამოსახულება და ალბათ ამ გამოსახულების მიხედვით შევქმნით მის ხატს. და გვაქვს მოკლედ წმინდა ნაწილი, ოღონდ მცირე ძალიან. აი ესეთი წმინდა ნაწილი გაგვეჩნია ესეთ პატარა სანაწილეში. აი ეს. და შეგვეციოს წმინდა ლავრენტის მადლი და ეს არის კიდევ ესე იგი სხვა წმინდანის უფრო სწორედ წმინდანთა ჯგუფის ხსენება ეს არის წმინდა მოწამეები ფორტუნატი, ფელიციანუსი, ფერმუსი და კანდიდუსი. და ის ესპანეთში ინახება ამათი წმინდა ნაწილები, თუმცა რომაელი მოწამეები არიან და მათ შესახებ არაფერი არ ვიცით საერთოდ, აი გარდა ამისა და კიდევ უცნაური ამბავი უნდა გითხრათ, აი გვაქვს ესეთი გამოსახულება, ეს არის ოღონდ ეს შავ-თეთრს გაჩვენებ ფერადი ვერ იყო. ეს არის წმინდა მარკოზის ტაძარში, ვენეციაში, მე-14 საუკუნის მოზაიკა არის. ამ კიდე თუ დიდდება, აი ესეთია, აი ესე გამოიყურება. ეს არის სწორედ ის ფელიციანუსი, რომლის წმინდა ნაწილი ჩვენ გაგვაჩნია და ეხლა გაჩვენებთ ამას. ეს არის წმინდა ფელიციანუსის წმინდა ნაწილი, აი გავხსნა. აი ნახეთ. აი ეს საკმაოდ დიდი ფრაგმენტი გაგვაჩნია ამ ფელიციანუსის. აი ეს. კიდე პატარა ფრაგმენტებიც აგვაქვს. და ფაქტიურად დღეს მეტი სხვა წმინდა ნაწილი ჩვენ არ გაგვაჩნია, თუმცა დამეთანხმებით რომ თუ შიმეონ იმრქმელის წმინდა ნაწილებს გავითვალისწინებთ, საკმარისზე მეტიც არის. და მე კიდევ მინდა რომ ბარემ მოგიყვეთ ხვალინდელი წმინდანების შესახებ. ხვალ არის, ესე იგი, ეს არის 16 თებერვალი საეკლესიო კალენდრით ეს არის 3 თებერვალი 2025 წელი, ეს დამავიწყდა რომ თავიდანვე მეთქვა 2025 წელი. და ამ დღეს კიდევ განსაკუთრებულად მოიხსენება ცალკე სიმეონ მიმრქმელი 3 თებერვალს პირადად. ამიტომ მე აღარ შევჩერდები, ეს არის საუბარი 52 და კიდევ გვაქვს ჩვენ 3 წმინდა ნაწილი. ნუ უპირველეს ყოვლისა ეს არის წმინდა ეგნატე კართაგენელი. ეგნატე კართაგენელის წმინდა ნაწილი გაგვაჩნია, ოღონდ ესე იგი ესეც არის ჯგუფი წმინდანების, ეს არის წმინდა მოწამე ლავრენტინი, ეგნატე და კელერინა თუ ცელერინა და კიდევ ესე იგი ამავე დღეს არის მათი შთამომავლის, ანუ ცელერინას შვილიშვილის და ესე იგი ცელერინუსი ესე ქვია თუ კელერინუსი იმას. და ის ვიცით ჩვენ მისი ცხოვრების აღწერა გვაქვს ამ კელერინუსის თუ ცელერინუსის და ამას ყვება
კვიპრიანე კართაგენის მთავარეპისკოპოსი, რომელიც წერილს უგზავნის კართაგენელებს ამათ შესახებ, ანუ ამ კელერინუსის თუ ცელერინუსის შესახებ და მოიხსენებს ამ წერილში ამის ბებია ცელერინას და ბიძებს დედის მხრიდან და მამის მხრიდან. ესე იგი, ლავრენტინუსი არის მამის მხრიდან ბიძა და ეგნატე არის, აი მისი წმინდა ნაწილი ჩვენ გაგვაჩნია, არის ბიძა დედის მხრიდან. მოკლედ ეს არის ამათი ნათესაური კავშირები და ეხლა მე გიკითხავ თქვენ ფაქტიურად ნაწილს, აი ამ კვიპრიანე კართაგენელის წერილის ნაწილს. ესე იწყება ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო. და ესე იგი ჩვენ ეს ახლა კვიპრიანე კართაგენელი ეს არის ეგნატე უფრო ადრინდელი წმინდანია, ეს გვიან არის. ეს არის დეციუსის პერიოდია. დეციუსი არის 259-251 წლები. როცა კვიპრიანე ამ წერილს წერს კართაგენელებს და ის ამბები არის მეორე საუკუნის დასასრულს ზუსტად არ იციან, აი ხა ვისი ეგნატეზე რო გვინდა ჩვენ საუბარი და მესამის დასაწყისი ზუსტად ვერ ათარიღებენ, ამასაც მოგახსენებთ უფრო დაწვრილებით. მოკლედ, ესე იგი ჩვენს დროში კვიპრიანე ამბობს ეკლესია განიდიდება იმ მოწამეებით, რომლებიც არიან ქრისტეს აღსარებლები. და ესე იგი მართლაც ცოტა უცნაური დრო არის ეს დეციუსის დევნა, აი ეს პერიოდი. რითია იცით უცნაური, რომ ესე იგი ესენი საშინლად დევნიან, აწამებენ, ცემენ, ციხეებში ყრიან, მაგრამ რატომღაც არ კლავენ ამ ქრისტიანებს. ესეთი ნაირი დევნა და ძირითადად გადასახლებაა და აი ამ შემთხვევაში ეს ყვება ამ კელერინუსის შესახებ, რომელიც 19 დღე ყავდათ ციხეში. 19 დღე ყავდათ ციხეში და საშინლად ტანჯეს. მოკლედ ეს თავარი მთელი პათოსი ამ წერილის არის, რომ აი სწორედ ამან ეს ღირსეული შთამომავალია ამ თავისი ბებიის და ამ თავისი ბიძების, რომლებიც ქრისტესათვის აწამეს რამდენიმე წლის წინ. ანუ აი ფაქტიურად დაახლოებით 9 საუკუნის წინ ღირსეულად აწამეს და ესე ღირსეულად მოკლეს მოწამებრე და ამანაც ღირსეული გამძლეებელია და ეს ცელერინუსი მოკლედ ესე იგი ღირსეული შთამომავალია მათი და რას ამბობს იცით რომ ესე იგი მას ქონდა არჩევნის საშუალება რომ თუ არ ყოფდა აღარ აწამებდნენ მაგრამ ფაქტიურად ის არ მოკლეს მე 19 დღის მერე გამოუშვეს საერთოდ ციხიდან. აი ეს არის მთავარი უცნაურობა. აწამეს და გამოუშვეს, მაგრამ ამას ეს წამების კვალი ტანზე აქვს ესე როგორც ახლა წინა საუბარში ჩვენ გქონდა ეს, რომ ეს ეტყობა ეს ყველაფერი და მოკლედ ეს მოვიდა ეკლესიაში და თავიდან ესე იგი მას თავაზობდნენ რომ სასულიერო პირი გამხდარიყო ეკლესიაში ეს კვიპრიანე კართაგენში ხდება ეს ყველაფერი და ის უარზე იყო, მაგრამ მას ჰქონდა სიზმარში მოკლედ გამოცხადება ჰქონდა და ესე იგი მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და რომ ესე იგი სიზმარში უთხრეს რომ არ უარყო კვიპრიანეს რჩევა და დათანხმდა და კვიპრიანემ იგი დაადგინა ეკლესიაში წიგნის მკითხველად და ეს ამ მოვლენასთან დაკავშირებით არის ეს კვიპრიანეს წერილი. და შემდეგ ესე იგი მოკლედ ეს დაადგინდა მერე მოგვიანებით რა თქმა უნდა ეს სასულიერო პირი გახდა და წმინდანათაც შეირაცხა და მოკლედ ესე იგი ეს აი ამასთან დაკავშირებით სწორედ ახსენებს აი ამ ესე იგი ცელერინას მის ბებიას რომელმაც დიდი ხნის წინ მიიღო მოწამეობრივი გვირგვინი და აი ამ ბიძებს და რომლებმაც ასევე როგორც ახლა ამ შემთხვევაში ცელერინუსმა დაამარცხეს ეშმაკი და ეს დიდი ბრძოლა მოიგეს ესეთ რაღაცებს ამბობს და ესე იგი პალმის გვირგვინები დაიმსახურეს ამ მოწამეებმა მათ შორის ამ ეგნატემ დაიმსახურეს პალმის გვირგვინი და იცით რას ამბობს
მე ვერ ვიტყვი ეკლესია რომლით უფრო გაბრწყინდა აი ამ ცელერინუსით, რომელიც არის თავისი წინაპრების ღირსეული შთამომავალი. თუ აი ამ სამი მოწამით, რომლებიც არიან ღირსეული წინაპრები ამ ცელერინუსის. მოკლედ ეს არის წმინდა ოჯახი. აი ესეთ რამეს ამბობს და ესე იგი გვირგვინი არის საერთო ღირსეული წინაპრების და ღირსეული შთამომავლის. ნუ ეს არის ძირითადად რასაც კვიპრიანი ამბობს ამათ შესახებ. ოღონდ ეხლა მე მინდა კიდევ მოკლე ძალიან საინტერესო რაღაცაა ესეთი უცნაური იდეა, ძალიან ეს უნდა გითხრათ აუცილებლად. ეს ამ ცელერინუსთან არის დაკავშირებული. მოკლედ ეს ცელერინუსი ძალიან ამის გამო კვიპრიანებმაც ესეთ შეფასება გაუკეთა და მერეც იმოღვაწევა და როგორც გითხარით სასულიერო პერი გახდა და ეს ის პერიოდია, როდესაც ესეთ რამეს აკეთებენ, ესე იგი ეს ქრისტიანები ზოგი ვერ უძლებენ რა მოკლედ იმას რაც ცელერინუსმა გაუძლო ეს 19 დღე მოკლედ რაღაცა ამაში გაატარეს ამ ხორცის მანქანაში. ხო და ეს ვერ უძლებენ და ზოგი მოტყუებით, ნუ რა უნდა ეხა იქ ცრაზე ელაპარაკი, რომ ერთი მუჭა საკმეული უნდა დაყარო ცეცხლზე და მორჩანა. ეს არის ამას გთხოვენ რა. და ზოგი აკეთებს ამას და რჩება ქრისტიანად თვითონ. და ზოგი რას აკეთებს იცით? მოისყიდის ხოლმე ვინმეს ჯალათებს არ ვიღაცას რომ ვითომ დაყარა, არ დაუყრია, მაგრამ მოისყიდის რომ ვითომ დაყარა და აი ეს ადამიანები, ამათი ეს ჩვენ ადრეც გვისაუბრია, ძალიან სერიოზულად გას მე ამათი განკვეთის საკითხი ეკლესიიდან. ნუ ესე იგი ასთა სხვადასხვაობაა. ზოგი ამბობს რომ ვაპატიოთ უბრალოდ. ზოგი ამბობს რომ აღსარება თქვან საჯაროდ და რაღაცა. ზოგი ამბობს რომ საერთოდ უნდა განიკვეთონ ესენი ეკლესიიდან. მოკლედ განსხვავებული აზრი არსებობს უკაცრავად. და აი ამ ცელერინუსმა გააკეთა იმის გამო რომ თვითონ ქონდა ესეთი კადნიერება. გააკეთა საოცარი რაღაცა. ესე იგი, ის დაუკავშირდა ციხეში მყოფ ქრისტიანებს და განსაკუთრებით ერთ-ერთ მღვდელს. და ესეთი რაღაცა უთხრა, რომ თქვენო თუ ხართო თანახმაო, ჩვენო, ვინც ვიტანჯეთო, ჩვენი ტანჯვის საფასურათო ღმერთისგანო მოვითხოვოთო მათი შეწყნარება, ვინც ვერ გაუძლო ამასო და საოცარი რაღაცა მოხდა, ესე იგი, ვიღაცა ერთ-ერთმა მღვდელმა იქ ციხეში დაწერა წერილი. რომელიც შემდეგ მოწამეობრივად აღესრულა და მოკვდა. როგორც გითხარით, ძირითადად ცდილობდნენ რომ არ მოეკლათ ეს ქრისტიანები ციხეში და ეს მოკლეს და ამან გამოაგზავნა რომ ჩემი სიკვდილის, ანუ ჩემი მოწამეობის წინაღამეს დაწერა წერილი, მე ვითხოვო ამათ შეწყალებას. ნუ ეს ახლა მიიღო ეკლესიამ, არ მიიღო სხვა არის, ნუ სხვადასხვა აზრი არსებობდა და ბოლოს რა თქმა უნდა განკვეთით აღარ განკვეთეს ესენი, თუმცა რა თქმა უნდა ეს აღსარებენ და როცა სპეციალურად უნდა შეიწყნა რომ შეგიებოდა რომ სიცოცხლის ბოლომდე არ უნდა ეზიარონ და რაღაცა და მოკლედ აი ამ ცელერინუსმა აი ყველაფერთან ერთად აი ეს მოწყალება ამათმა მოკლედ ეგნატეს დიშვილმა რა ეგნატიუსის აი ჩვენ გვაქვს ეგნატეს წმინდა ნაწილები ესე იგი ჩვენ გვაქვს წმინდა ეგნატე კართაგენელის ეხა კარგად შეიძლება აქედან არ ჩანდეს მაგრამ კბილია ეს მისი კბილი გვაქვს ნამცეცებიც არის კიდე მაგრამ ეს არის კბილი და შეგვეციოს მისი მადლი და ბოლოს მინდა მოგახსენოთ კიდევ ორი წმინდანის წმინდა ნაწილი გაგვაჩნია ეს არის წმინდა ტიგრიდი ეპისკოპოსი ქალაქ გაპის ეს გაპი ესე იგი ეს გაპი ეს არის დღევანდელი საფრანგეთია ხე გაჩვენებთ ამას აი ეს არის დოფინე ესე ქვია აი დოფინეს მხარეა აი ესე გაჩვენებთ ჯერ ამას აი ეს არის ციტლად არის მოხაზული საფრანგეთში აი ამ ადგილზე ვერაფერს ვერ გაჩვენებთ სხვათა შორის და კიდევ გვაქვს აი ეს
საკათედრო ტაძარი ტიული არის ქალაქი, სადაც ინახება დღეს ამ ტიგრიდის წმინდა ნაწილები და რაც შეეხება თვითონ ტიგრიდს, ეს არის, ესე იგი, ლეგენდარული პირველი ეპისკოპოსი გაპის დიმიტრიუსი, რომლის შესახებაც უფრო მეტია ცნობილი, მეტი იმის შესახებაც არ არის მაინდა-მაინც. ერთადერთი, ესე იგი, რომ ეს კათედრა დაარსდა მოციქულების დროს და იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე იყო ეს დიმიტრი. თუმცა არაგერიო თუ დიმიტრი თესალონიკელში არ არის, ეს სხვა დიმიტრია და მოკლედ ეს იყო გადმოცემა ესეთია და მერე უკვე მოგვიანებით იყო მეორე ეპისკოპოსი ქალაქ გაპის, რომლის შესახებ ფაქტიურად არაფერი არ არის ცნობილი, ერთადერთი ის, რომ მისი მემკვიდრე შემდეგი მესამე უკვე ეპისკოპოსი რემედიუსი იყო და აი რემედიუსის და სწორედ ამ ტიგრიუსის, ტიგრიდის, რა ვიცი, ბევრნაირად ახსენებენ, ესე იგი, მოკლედ ხსენება არის დღეს სამთებერვალს და მათი წმინდა ნაწილები ინახება ამ ტაძარში ქალაქ ტიულის კათედრალში. აი ეს არის, აქაც ძალიან პატარა ნამცეცი გვაქვს. აი ესეთი. დავასწორებ ესე გაჩვენოთ. აი სულ პატარა ნამცეცი გვაქვს ამის. აი ესეთი. აი ამაში ეტევა ამის წმინდა ნაწილი და მე კი გადავდივარ ბოლო წმინდანზე. ბოლო წმინდანი ეს არის წმინდა რომანოზი. ეს არის უგლიჩის მთავარი. ეს არის, ახლა ჩვენ გადავინაცვლებთ რუსეთში გადავინაცვლებთ. ეს არის ესე იგი მე ერთი წუთით ტიგრიდის შესახებ არ მithkoms პერიოდი მე მგონი ეს არის მე-4 საუკუნე ამიტომ მოკლედ და ესე იგი ხა გადავინაცვლოთ ჩვენ უგლიჩი ეს არის რუსეთი ეს არის მონღოლთა ბატონობის პერიოდი და ეს არის ბათუყაენი რომელიც ჩვენთვისაც ქართველებისთვისაც ცნობილია ბათუყაენი რომელიც ითვლება ოქროს ურდოს დამაარსებლად ოქროს ურდო ეს იყო აი მონღოლთა ბატონობის მოკლედ თავარი მოკლედ სატახტო ქალაქი აი ოქროს ურდოში იჯდა ბათუყაენი და აი ეს პერიოდი ეს არის როდესაც ეს რომანოზი გარდაიცვალა იყო 1285 წელი აი ეს პერიოდია ახალ დაწყებულია მოკლედ ეს ბავშვი იყო პატარა იყო როდესაც ბათუყაენი შემოიჭრა ამ რუსეთში არა მარტო რუსეთში მოკლედ ხო ესე იგი უგლიჩი არის ქალაქი ვოლგაზე მოსკოვის ჩრდილოეთით 200 კილომეტრია დაახლოებით და იაროსლავი არის ქალაქი აი იაროსლავის დასავლეთით არის დაახლოებით 100 კილომეტრი და ეს არის ქალაქი რომელიც ერთ-ერთი მთავარი ქალაქია უგლიჩი ეგრეთ წოდებულ ოქროს რკალზე რომელიც არის მოსკოვის გარშემო და სადაც არის ეს ძველი საეკლესიო ქალაქები მათ შორის ამ უგლიჩი არის კრემლი უგლიჩის კრემლი დღემდე არსებობს მოკლედ ძალიან ესეთი ისტორიული ქალაქია მოკლედ ესე რომ ვთქვათ რა ესე იგი 1235 წელს დაიბადა რომანოზი დაიბადა უგლიჩის მთავრის ვლადიმერის ოჯახში და დედას ერქვა ფოტინე და ესენი წმინდანები არიან და ბიძაც წმინდანი ყავს კეთილმორწმუნე თავადი ვასილისკო როსტოვის თავადი იყო ეს როსტოვის თავარი მოკლედ დაახლოებით 1251 წელია აქ ამ ხარეში რომ შემოიჭრა ეს ბათუყაენი და ის წავიდა ესე იგი ეს ვლადიმერი რამდენიმე წელი ნოვგოროდს შეაფარა თავი და შემდეგ 8 წლის შემდეგ დაბრუნდა უგლიჩში დაბრუნდა და აქ უკვე ჩამოყალიბებული იყო უკვე და ესე დამთავრებული იყო ეს დარბევა ქალაქის და ყველაფერი და მოკლედ ის წავიდა როგორც ესენი ამონღოლები მაინდა-მაინც აი რა გითხრათ ესენი იპყრობდნენ ახლა დიდად კი არ ანგრევდნენ ყველაფერს არც ერჩოდნენ ქრისტიანებსაც მაინდა-მაინც არ ერჩოდნენ უბრალოდ
მისი მეფე გახდა ფაქტიურად იმ მხარეს და ეს წავიდა ოქროს ურდოში წავიდა ეს ვლადიმერი რომ მიიღო მისგან დამტკიცება თავისი მეფობის ამ თავის მხარეში და მოკლედ ჩავიდა თუმცა ამის მერე ვლადიმერს დიდხანს აღარ უცოცხლია და გარდაიცვალა და მისი უფროსი შვილი ანდრეი გახდა უგლიჩის მთავარი და ერთ წელიწადში ის ანდრეიც გარდაიცვალა ამის შემდეგ და მოკლედ ამის შემდეგ 26 წლის რომანოზი ხდება უგლიჩის მთავარი. ნუ ხა მის ურდოში წასვლაზე მაინდა-მაინც არ წერია, თუმცა წესი იყო ეგეთი რა. და ნუ ყოველ შემთხვევაში ეს მთავარი გახდა და დაიწყო იმ წუთშივე დაიწყო აღდგენა და აღშენება და პირველ რიგში ეს იყო თავშესაბრები ავადმყოფებისთვის, სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის, უცხოთა შეწყნარებისთვის, რომელიც ეს უსახკარო და ესე დარჩენილი ადამიანები ძალიან ბევრი იყვნენ და მოდიოდნენ და ეს ყველას ღებულობდა მოკლედ ამ უგლიჩში. და ესე იგი 15-ზე მეტი ტაძარი აღაშენა ამ დროს. და ყოველ დღე ის ესწრებოდა ღვთისმსახურებას და ესაუბრებოდა ბერებს და ღრმა ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობდა და თლიანად ესე იგი მოკლედ ჩართული იყო ძალიან ამ ღვთისმსახურებაში 1280 წელს მეუღლე გარდაეცვალა და 5 წლის მერე თვითონ გარდაიცვალა 50 წლის ასაკში. ესე იგი მან მოახერხა და ვოლგის ამაღლებულ ნაპირზე ააშენა ქალაქი, რომელსაც უწოდა რომანოვი, დღეს ამ ქალაქს ტუტაევი ესე ქვია. და მოკლედ როგორც მოგახსენეთ 1285 წელს გარდაიცვალა და ფერისცვალების ტაძარში ქალაქ უგლიჩში დაასაფლავეს. 1486 წელს გახსნეს მისი საფლავი და აღმოჩნდა რომ უხრწნელია, გახსნეს იმიტომ რომ ახალი ტაძარი აღშენდა ფერისცვალების და იქ უნდა გადაებრძანებინათ და მოგვიანებით 1595 წელს იგი უკვე შეირაცხა წმინდანად, იმიტომ რომ უამრავი სასწაული აღესრულებოდა მის წმინდა ნაწილებთან. შემდეგ 1609 წელს უკვე სულ მალე აქედან წმინდანად შერაცხვიდან პოლონელები შემოიჭრნენ და დაიპყრეს ეს მხარე და დაწვეს ეს ტაძარი, ეს ფერისცვალების ტაძარი მთლიანად და ეს წმინდა ნაწილებიც დაიწვა მასთან ერთად. მაგრამ შემდეგ მოხდა ესეთი სასწაული 1611 წელს ნათლის სვეტი დაადგა ამ დამწვარ ტაძარს და რომ მივიდნენ სად არის და რომ ეს ნაცარი რომ გადაკექეს და ეს რაღაცა ნახეს, იპოვეს რაღაცა ნაწილი, რომელიც არ იყო დამწვარი მისე წმინდა ნაწილების და ის არსებობს დღესაც 1930 წელს უკვე, როდესაც ამ საბჭოთა ხელისუფლების დროს ბრძანება იყო, რომ ყველა გაიხსნას ეს წმინდა ნაწილები, ეს მუზეუმში, უგლიჩის მუზეუმში გადაიტანეს და ბოლოს ესე იგი დააბრუნეს 1999 წელს ეგრეთ წოდებულ დიმიტრის ტაძარში, ოღონდ ეს არის წმინდა დიმიტრის სახელობის, ეს არის უგლიჩელი დიმიტრი მთავარის, ანუ მეფისწულის და კვირიკეს და ივლიტას სახელობის, ესე ქვია. აი ამ ტაძარს გაჩვენებთ ახლა როგორ გამოიყურება, აი ესეთია. აი ეს. და აი გვაქვს ესე იგი მისი გამოსახულება ადრინდელი, ეს არის 1629 წელი, ეს არის ნაქარგობა. ჩვენ გვაქვს სხვა შორის რამდენიმე ესეთი შემურჩენელი და მის მიხედვით ხატებსაც ვაკეთებთ ხოლმე. მოკლედ ეს არის ეს ნაქარგობა და ხე გავადიდებ სახეს გაჩვენებთ და ესეთი. აი ესეთი არის ეს დიმიტრი. დიმიტრი არა, ეს რომანოზ უგლიჩელი. და გაგვაჩნია მისი წმინდა ნაწილი. ესეთი მოზრდილი ფრაგმენტია საკმაოდ, აი.
და ფაქტიურად მე დღეს ამითი გემშვიდობებით ჩვენ ვისაუბრეთ მირქმის დღესასწაულის ხატი გაჩვენეთ მირქმის დღესასწაულის შესახებ ჩვენ გქონდა საუბარი ესე იგი მეორე უკაცრავად 52 და ამიტომ დღეს აღარ ვისაუბრეთ სამგერო დღეს ვისაუბრეთ ლავრენტი კენტერბერიის მთავარეპისკოპოსის შესახებ ლავრენტი ლოურენს ესე იგი და ვისაუბრეთ წმინდა ფელიციან რომაელის შესახებ რომლის შესახებ თითქმის არაფერი არ ვიცით და შემდეგ ვისაუბრეთ 3 თებერვალი ეს არის წმინდა ეგნატე კართაგენელი ეს არის წმინდა ტიგრიდ გაპის ეპისკოპოსი და წმინდა რომანოს უგლიჩერი კეთილმორწმუნე თავადი და მე კი ამითი დღეს გემშვიდობებით ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი